საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წლის სეზონი წაუგებლად დაასრულა. თემურ ქეცბაიას გუნდმა რიგაში სკონტო სტადიონზე ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან ფრედ 1-1 ითამაშა. ანგარიშის გახსნა ქართველმა ფეხბურთელებმა 74 წუთზე დავით სირაძის გოლით მოახერხეს. ლატვიელებმა წონასწორობის აღდგენა 91 წუთზე ცაუნას ეფექტური დარტყმით შეძლეს. ეროვნული გუნდი 6 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და ევროპიროლობის საგზურის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებს. თემურ ქეცბაია რიგიდან თბილისში დაბრუნდა და დღეს ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებთ. ბატონო თემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით მე თქვენ და ტელემაყურებელს. პირველ რიგში გილოცავთ წარმატებულ სერიას და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ეროვნულმა ნაკრებმა სეზონი წაგების გარეშე დაასრულა. თქვენი აზრით რა არის ამის მთავარი მიზეზი, როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს და გუშინდელ მატჩს რომ შევეხოთ, როგორ შეაფასებდით ლატვიასთან გამართულ თამაშს? რაც შეეხება ჩვენს ამ წაუგებელ სერიას, რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში თვითონ ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. მთელი ამ წლის განმავლობაში ყველამ დაანახა ის, რომ ისინი ღირსები არიან იმისა, რომ ქართველმა გულშემატკივრმა ეგენი დააფასონ, მაგრამ ეგენი გამოდიან ყოველ თამაშზე, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოტანას დაეხმარონ და გაახარონ ქართული გულშემატკივარი. სამწუხაროდ წინა წლების განმავლობაში ეს არ ხერხდებოდა, მაგრამ წლევანდელი თამაშებიდან ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, არა მარტო სასაცილო თამაშებში, არამედ ამხანაგურ თამაშებში თავი გამოიჩინეს და მე მგონი წლევანდელი წელი ისე დასრულდა, როგორც ქართულ ფეხბურთს შეეძება. ესე რომ მე ძალიან მიხარია ამ ბიჭებისა. მაგათმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის და ეხლა უკვე ჩვენ ეს უკვე ყველაფერი წარსულია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. მომავალში კიდევ ძალიან სერიოზული და ძალიან რთული მატჩები გველოდება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა ვიყოთ იმისათვის მზად, რომ გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწიოს. ბატონო თემურ, ეროვნულ გუნდში თქვენი მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილება და პრაქტიკა ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდათ. თქვენი აზრით, რეალურად რა ძალას წარმოადგენს დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები? არა მარტო საქართველოს ნაკრებში არ ჰქონდათ მაგათ იმის უფლება რომ ეთამაშოთ, არამედ კლუბებშიც გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი ფეხბურთელები. სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. ახლა არ ვიცი მე რასთან იყო დაკავშირებული ის, რომ მაგათ ნაკრებში თამაში არ უწევდათ, ეს უკვე იმ ხალხის გადასაწყვეტი იყო. ახლა მე ვფიქრობ, რომ ეგ ბიჭები არიან იმის ღირსნინ, რომ ითამაშონ საქართველოს ნაკრებში. შეიძლება თავიანთ გუნდებში ვერ თამაშობენ, მაგრამ გამოცდილება იმ ფეხბურთელებთან ვარჯიშით, რასაც ეგენი თავიანთ კლუბებში გადიან, ჩვენ მოგვადგებოდა ნაკრებში. ამიტომ ჩვენ ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც მართლა უცხოეთში და კაი გუნდებში თამაშობენ, ყველა ისინი გამოვიძახეთ საქართველოს ნაკრებში და მივეცით იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ დაენახებიათ ყველასთვის, რომ ეგენი ღირსი არიან იმისათვის, რომ ნაკრებში ითამაშონ. აგრეთვე შეიძლება ითქვას თვითონ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებიც ნაკრებში თამაშობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ნაკრები ერთი ნაბიჯით წინ წაწიონ. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მე ძალიან მიხარია, რომ ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ეგენი ღირსები არიან იმისათვის, რომ ხალხმა ეგენი დააფასონ. მაგრამ კიდევ მინდა ხაზი გავუსვი იმას, რომ ჩვენ არაფერი ისეთი არ გავუკეთებია, კი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, როგორ დავამთავრებთ ამ ციკლს და თუ ესე გავაგრძელეთ, მე იმედი მაქვს იმისა, რომ საქართველოს ნაკრები კარგად დაამთავრებს ამ ციკლს, კარგად დამთავრება, მე იმას აღგულისხმობ, რომ ძალიან ძნელია ჩვენთვის ახლა რომ იმაზე ვიბრძოლოთ, რომ გავიდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს იმას, რაც ჩვენ ძალღონეში გააჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მივაღწიოთ, მაგრამ არც ისეთი ადვილია ამის გაკეთება. გასაგებია, ბატონ თემურ, ევროპაში თქვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი ბრძანდებით. სხვადასხვა კლუბები დღემდე იჩენენ ინტერესს თქვენთან მუშაობით და დღეს კვიპროსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსული გუნდი ომონია არის დაინტერესებული თქვენთან მუშაობით. თქვენ რამდენად განიხილავთ საერთოდ ამ წინადადებას და რამდენად კმაყოფილი ხართ ნაკრებში მწვრთნელობით?
ნუ ახლა ნაკრებთან მე მაქვს 2 წლიანი კონტრაქტი, ამიტომ არც ერთ იმასთან საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. იქ იყო საუბარი 6 წლიან კონტრაქტზე, სანამ ნაკრების თამაში არ იქნებოდა. ნუ გასაგებია, არც ისეთი ადვილია ახლა მუშაობა ერთ გუნდში, წარმოდით ხმა ორ გუნდში მუშაობა რამდენ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თანაც მე კარგად ვზობ ნაკრებში თავს, მე 2 წლიანი კონტრაქტი მაქვს და ამიტომ არც ერთ გუნდთან მე არავითარ კონტრაქტის დადებას და არავითარ მოლაპარაკებაზე წასვლას არ ვაპირებ. მე მიხარია რომ აქ ვარ, მიხარია რომ მომეცა იმის საშუალება რომ მეც რაღაც წილი შევიტანო ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რაღაცნაირად ჩემი მხრივ რაღაცა დავეხმარო საქართველოს ნაკრებს, მომეცა კიდო შეიძლება ითქვას მეორეჯერ ამის საშუალება, პირველი ჩემი ის იყო როგორც ფეხბურთელი, ახლა როგორც მწვრთნელი. ამიტომ ჩემი პირველი ამოცანა ეგ არის რომ ეს ციკლი როგორც შეიძლება კარგად დაამთავროს საქართველოს ნაკრებმა. კარგად დავიწყეთ და იმედი მაქვს რომ ესე კარგად დავამთავროთ. ბატონო თემურ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ხორვატიის ნაკრებთან გამართავს 26 მარტს გაიმართება ეს შეხვედრა. რა არის რა მოსამზადებელი ეტაპი გაქვთ თქვენ დაგეგმილი ხორვატიასთან მატჩამდე, რა ამხანაგურ შეხვედრებს აპირებს საქართველოს ნაკრები? პირველი თამაში ხორვატიასთან არ გვაქვს, პირველი გვაქვს ისრაელთან გასვლა და მე ვთამაშობთ ხორვატიასთან სახში, ესე რომ და რაც შეეხება ამხანაგურ თამაშებს, ჩვენ გვექნება ამხანაგური თამაში სლოვენიასთან 17 ნოემბერს, მაგრამ ამ თამაშთან დაკავშირებით მე ლაპარაკი მქონდა ფეხბურთელებთან, აქ ჩვენ ვეცდებით რომ გამოვიძახოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში არ ითამაშებენ და ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენ უკვე ვაკვირდებით დიდი ხნის განმავლობაში და იმის საშუალება არ ქონდა რომ მოგვეწია გუნდში და თამაში მიგვეცა მაგათვის. ესე რომ ძალიან ბევრი ცვლილებები იქნება ამ თამაშისთვის და ჩვენ გვინდა რომ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენ გამოვიძახებთ, მაგათთან ვარჯიშის უფლება მოგვეცეს 1 კვირის განმავლობაში, მოგეხსენებათ რომ იმ თამაშის წინ ტარდება ტური, ჩვენ ვთხოვეთ ფეხბურთის ფედერაციას რომ ეს ტური გადაიდოს, იმიტომ რომ მოგვეცეს იმის საშუალება რომ უფრო მეტი საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელი მოვიწვიოთ ნაკრების შეკრებაზე. ესე რომ ჩვენ ვაპირებთ კიდო ამ თამაშის მერე ამხანაგური თამაში ჩავატაროთ თებერვალში და ეს ყველაფერი თუ კარგად წავიდა, ალბათ თებერვალში შეიძლება კიბზე რა ტურნირზე მივიღოთ მონაწილეობა. ბატონო თემურ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ ხორვატიასთან ოფიციალურ მატჩში. მადლობა. ეს იყო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. ეროვნული